დღეს 7 ივნისია სომხეთის რესპუბლიკაში ჩვენს მოძმე სახელმწიფოში იმართება უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები. თუ მაინც და მაინც ეს სიტყვა მოძმე გაღიზიანებთ, გაჯავრებთ, ის მაინც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მეზობელი სახელმწიფო და მეზობელი სახელმწიფო კი ნაღდად არის. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი ფაშინიანი და მისი პოლიტიკური პარტია ამ არჩევნებში გაიმარჯვებენ. შესაბამისად, სომხეთი უკვე შემდგომ დიდი ნახტომებით და უახლოვდება ევროკავშირის სივრცეს. გაწევრიანდება, მეთქი ამას აბსოლუტურად შეგნებულად არ ვამბობ, იმიტომ რომ გაწევრიანებამდე დიდი მანძილია, შორი გზა, დიდი მანძილია, წლები დასჭირდება 10 წლეულიც კი შეიძლება გაწევრიანებისათვის სომხეთს ევროკავშირის სივრცეში, ამასთან ამ 10 წლეულის 1 წლის 10 წლის განმავლობაში სომხეთმა კურსი არ უნდა შეცვალოს. მისი ალბათობაც სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი გაიმარჯვებს მაღალი ალბათობით, დღეს უკვე შემდგომ გამორიცხული სულაც არ არის საკმაოდ მაღალია მომავალ წლებში, ასე მაგალითად 26 გვაქვს ახლა 2030-ში, ან 32-ში, ან 34-ში გამოდის თუ არ ვწდები და არ ვწდები, ამის ალბათობა დიდია რევანშისტების დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ფაშინიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ რევანშისტები ვერც ახლა მობრუნდნენ, ვერც ადგილობრივი არჩევნები როქენეცა იქნება მაშინ ადგილობრივ დონეზე, ვერც უკვე შემდგომ პერიოდში ფაშინიანი ნახტომებით წაიყვანს სომხეთს ევროკავშირის სივრცისაკენ და ძალიან ბევრ ბენეფიტს მიიღებს სომხეთი ძალიან ახლო ან ერთგვარად ახლო მომავალში ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის სივრცისაგან. კერძოდ რასაკვირველი იგულისხმება ამერიკული ინვესტიციები, NVIDIA-ს ქარხანა უკვე გაიხსნა და კიდევ უფრო დიდად მძლავრად ამოიქოქება ხელოვნური ინტელექტის ქარხანა სომხეთში. ეს არის რასაკვირველია ზე პროექტი, ტრიპის პროექტი, ეს არის ტრამპის გზა კეთილდღეობისა და კეთილდღეობისაკენ, რომელიც განხორციელდება ეს პროექტი მით უფრო მაშინ, როდესაც ირანში ჩაცხრება ეს არეულობები და ირანის პრობლემა მოგვარდება. მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ირანის ჩრდილოეთ საზღვარზე გადის ტრამპის გზა, უნდა გავიდეს ტრამპის გზა და აქვე ვიტყვი ბარემ, რომ უსაფრთხოების კომპონენტიც უთუოდ გათვალისწინებული იქნება, ანუ დაიცავენ ამ მარშრუტს, ამ დამაკავშირებელს აღმოსავლეთისა და დასავლეთთან, მათ შორის ამერიკელებიც დაიცავენ და ერთი ინფორმაცია არსებობს იმის თაობაზე, რომ 12, 15, 20,000 ამერიკელიც კი შეიძლება შემოვიდეს ამ რეგიონში საქართველოს გარდა. საქართველოს ცალკე თემა დეცდები რომ არ ვილაპარაკოთ ჩვენს ქვეყანაზე, ან თუ ვილაპარაკებ ერთგვარად კონტექსტში ჩავსვა. ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაახლოებით 2 წელიწადში არ მგონია ამდენი ხანი გაიწელოს, მაგრამ 2 წელიწადში ვთქვათ, ასე. ანუ 2028 წლის დასაწყისისთვის, გაზაფხულისთვის, ზაფხულის დასაწყისისთვის სომხეთის მოქალაქეები მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას. ანუ ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს სომხეთში, ის იმკურნალებს ვენაში, ვისაც განათლების მიღება უნდა სომხეთიდან ევროპაში, ის სწავლის ბერლინში, ვისაც მოგზაურობა უნდა შედარებით იოლად წავა რომსა თუ ბარსელონაში, ბუდაპეშტში, იქაც არის ხოშოს ვიზი არის, იქაც მუშაობს და უფრო იოლად, უფრო ნაკლები ფასით იმგზავრებს უკვე შემდგომ სომხეთის მოქალაქეობა ევროკავშირის შენგენის წევრ სახელმწიფოებში 24 სახელმწიფოში და პლუს 4 სახელმწიფოში დამატებით. სხვადასხვა ეს ძალიან საინტერესოა კი ვთქვი, რომ საქართველოს არ ვახსენებ მეთქი, მაგრამ ჩვენს კონტექსტში 2027 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დაკარგონ უვიზოდ მგზავრობის შესაძლებლობა. შეუჩერდეს ქვეყანას. ხაზგასმით ვამბობ, შეუჩერდეს და არა გაუუქმდეს. ისი ბრალია ასაკვირველია იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რჩებიან და თავშესაფარს ითხოვენ ევროპის რომელიმე ქვეყანასა ან ქალაქში, ქვეყანასა და ქალაქში, მაგრამ იმ მოქალაქეებსაც უნდა გავუგოთ. აქ ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ არის. არც ევროგაერთიანებაში მოხვედრისა, არც ზოგადად ვითარების დაწყდარებისა, სამოქალაქო ომის დასრულებისა და რაც მთავარია ეს ქვეყანა წულუკიანების, წულუკიანი აქტუალურია, იმიტომ რომ სადღაც დებატებში
მიუღია მონაწილეობა და სისულელეები უბოდიალია წყლუკიანების და პირველ ყოვლისა ბიზი და ივანიშვილის გამოისობით ეს ქვეყანა პერსპექტივას გარგავს. ანუ ეს ქვეყანა ტერიტორიად გარდაიქმნება. ეს წარმოიდგინეთ მაშინ როცა აი მეზობელი სომხეთი წინ მიდის, მეზობელი აზერბაიჯანი წინ მიდის, ყველა თავისას ცდილობს, ხოლო ეს ხელისუფლება ცდილობს რომ დააკნინოს და დააჩაჩანაკოს ეს ქვეყანა. მაგით ეს კიდე სალკე თემაა, მოკლედ სომხები 2028 წლისთვის და ჩემი აზრით მანამდეც სომხეთის საზოგადოება ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურებს. ძალიან მაგარი ამბავია. NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ქარხანაზე გამამახვილე ყურადღება არ მახსოვს. სიმართლე გითხრათ, თუ არ გამიმახვილებია, გეტყვით რომ ამერიკელებმა უკვე ჩადეს ფული. კი, თქვი და ახლაც გავიმეორებ. ამერიკელებმა უკვე ჩადეს ფული და ეს ქარხანა უკვე ამოქმედდა და კიდევ უფრო მეტად ამოქმედდა, ამოქმედდა. სომხეთი მოკლედ წინ მიიწევს და ის განქორწინდება, ხო, ესეც მნიშვნელოვანი ამბავია, განქორწინების პროცესს დაიწყებს რუსეთთან. და ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გაერთიანებული არის რუსეთთან, ODKB, SNG, ასე შემდეგ, ბევრია ასეთი, სომხეთი ამ ორგანიზაციებიდან გამოვა. რატო გამოვა? ჯერ ერთი რუსებსაც არ უნდათ აქ არ ენდომებათ აქ კავკასიის რეგიონის ის სახელმწიფო, რომელიც თან ევროკავშირთან არის და თან რუსეთთან. და ასევე სულ უნდოდეთ რუსებს და ეცადონ დატოვებას სომხეთისა ამ ორგანიზაციებში არ გამოუვათ, იმიტომ რომ უბრალოდ შეუთავსებელია. აი, ბევრი სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან დაკავშირებით რაღაცა საკითხები, საკანონმდებლო საკითხები ევროკავშირში სულ სხვა მიმართულებებია, რუსეთში სულ სხვა მიმართულებებია და თავსებადი არ არის. რუსეთი ცდილობდა და ცდილობს ახლაც, აი დღესაც 7-ში, როცა არჩევნებია და როცა პაშინიანი მაღალი ალბათობით გაიმარჯვებს პაშინიანი და მისი პარტია, ჩარევას ამ პროცესში. რუსეთში მყოფი სომხურენოვანი მოქალაქეები გაიძრნენ კოლონებით, მეთქი ასე ვიტყვი, თვადესი არ არის, მაგრამ მაინც და ჩავიდნენ სომხეთში და უნდა ამბობენ, რომ თვათას უნდათ მონაწილეობის მიღება არჩევნებში. ბაზარი არ არის. ჯერ ერთი რატომ უნდა მიიღონ მათ მონაწილეობა, ეს კითხვა მაინც სამნიშნველოვანია. ისინი ხო მაინც რუსეთის მოქალაქეებიც არიან. მიუხედავად იმისა, რომ სომხური გვარი აქვს. მარგარიტა სიმონიანი, მე არ ვიცი, სომხეთის მოქალაქე პარალელურად არის თუ არა, მაგრამ მარგარიტა სიმონიანი, რომელიც სომხეთისთვის არ არის, მან რატომ უნდა გადაწყვიტოს სომხეთის ბედი. ასეთი მარგარიტა სიმონიანი კი ერთია, მაგრამ ასეთი მარგარიტა სიმონიანი, არაცნობილი მარგარიტა სიმონიანი კრებსით სახელით, ასაკურველია რუსეთში, მოსკოვში, ბევრი და ბევრია. რენეგატი სომხები, ისევე როგორც რენეგატი ქართველები გვყავს ჩვენი სომხეთსაც ყავს რენეგატი სომხები, რომლებიც რუსეთთან დაახლოების მომხრენი არიან სომხეთის რესპუბლიკისა, მაგრამ რაც ასევე მნიშვნელოვანია, არა მარტო რუსეთთან დაახლოების მომხრენი არიან, არამედ მუდმივად ამბიციურები აფიქსირებენ, როგორც ისე რომ თითქმის არ აკარებენ თავად, რომ აზერბაიჯანს უნდა წავართვათ ყარაბაღი კიდევ ერთხელ ხელახლა. ალმათის ხელშეკრულება 90-იანი წლების საზღვრავს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა იმ საზღვრებში, რა საზღვრებიც ჰქონდათ იმხანად საბჭოთა რესპუბლიკებს. ანუ აზერბაიჯანი იმედხელა არ ამხელაც იყო საბჭოთა აზერბაიჯანი და იმ ტერიტორიებს მოიცავს სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, რუსეთი. 12-ვე, 15-ვეს ჩამოწვლა, რასაკვირველია შეიმიძლია და რასაკვირველია ეს არის სწორი. რუსეთმა შემოარღვია უბრალოდ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმა ზოგადად და ეს კონკრეტულად ეს ხელშეკრულება დაიწყო რა უკრაინის მანამდე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს და უკრაინის განადგურება, მოლდოვის განადგურება და მათი ტერიტორიების შემორღვევა. აფხაზეთზე თქვა რომ ის დამოუკიდებელია, რასაკვირველი დამოუკიდებელი არ არის. ყარაბაღთან დაკავშირებით არია ოდნავ ადრინდელი პერიოდია, 98 წელი. ურთიერთობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და მერე მიატოვა სომხეთი, აი ახლა ჩვენს დროებაში ამ რამდენიმე წლის წინ მიატოვა სომხეთი, გასწირა ის და აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი. იმიტომ კი არა რომ ეს ისტორიულად მისი იყო მაინც და მაინც, არამედ იმიტომ რომ სამართალი, საერთაშორისო სამართალი ლაპარაკობს იმას, რომ აზერბაიჯანის იყო ის, რაც იყო საბჭოთა აზერბაიჯანის
და საზღვრების შეცვლა უბრალოდ არ შეიძლება. შვილი ალიევის პირობებში ეს ყველაფერი ეს სამართლიანობა ამ თვალსაზრისით სამართლიანობა აღდგა და პრინციპში უნდა დავასრულოთ ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ სომხეთში არიან მოქალაქეები, სომხეთშიც უშუალოდ არ ვლაპარაკობ, რუსეთში მყოფ სომხებზე, რომლებიც დაიძნენ ერევანისკენ და სომხეთისკენ ზოგადად ნაწილი მაინც არჩევნებში მონაწილეობა გვინდა, რომლებიც ამბობენ, რომ ძალით მაინც უნდა წავართვათ და რევანშისტული პოლიტიკის გატარება კავკასიის რეგიონში ხსენებულ ინვესტიციებსაც გააჩერებს, სომხეთის ადეკვატურობის პროცესსაც შეაჩერებს და უმძიმეს მდგომარეობაში ამერიკა ჩაიქნებს დასავლეთი რამდენიმე კაჭკაჭები არიან, ხო და ამერიკა ჩაიქნებს ხელს სომხეთზე და ჩაუტოვებს რუსეთს. მე არ მგონია რომ ფაშინიანი დამარცხება, მე მგონია რომ ეს პოლიტიკა გაიმარჯვებს, თუმცა აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამსათქმელი. უკვე შემდგომ ახლობით კი რა ზუსტად აგვისტოს თვისთვის რუსეთი ეცდება კიდევ ერთი რაუნდის ჩატარებას და კიდევ ერთ რევანშს სომხეთზე. აი ამ ყარაბაღთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა გაიმართოს და სომხეთის ცალკეული კანონმდებლობიდან უნდა ამოიღონ ამ რეფერენდუმის კითხვის თანახმად ყარაბაღი როგორც სომხეთის შემადგენელი ნაწილი. ანუ უნდა თქვა რომ აღარ არის ყარაბაღი ჩვენი დე იურე ჩვენი კანონმდებლობითაც აღარ არის. რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს ჩაატარებს სომხეთის წინააღმდეგ სწორედ ამ პერიოდისთვის და ეცდება რომ ამ კითხვას დადებითი პასუხი არ გასცეს სომხეთის საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ანუ 51%-მა. ანუ 51%-მა თქვას რომ ყარაბაღი მაინც ჩვენია. არ გვაინტერესებს არც ფაშინიანის აზრი, არც დასავლეთთან ინტეგრაცია, არც ევროკავშირის შესაძლო გაერთიანება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, საქართველოს იქნება თუ არა ევროკავშირში გაერთიანების გზაზე სომხეთისთვის ლოკომოტივი, ეს ძალიან საინტერესო საკითხია, ბევრი მათ შორის მეც მივიჩნევ და ბევრი მიიჩნევს, რომ სომხეთისთვის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქვეყანა და ვერ გადაახტება სომხეთი საქართველოს, თუმცა არსებობენ კვალიფიციური ხაზგასმით ვამბობ პირები და ერთ-ერთი მათგანი კახა გოგოლაშვილი ჩემი დღევანდელი სტუმარი იქნება გადაცემაში კონტექსტი 4-ის ნახევარზე დაახლოებით, რომლებიც ამბობენ, რომ ისტორიული მაგალითები არსებობს, როგორ გახდა ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირის წევრი, ისე რომ საერთო საზღვარი არც ჰქონია ევროკავშირთან. და ბატონი კახა ამ თემაზე დამელაპარაკება დღეს გადაცემაში კონტექსტი. კარგით, ეს კიდევ სხვა თემაა. მოკლედ, აგვისტოს თვისთვის და წლის ბოლომდე საერთოდ აი 31 დეკემბრამდე რუსეთი ეცდება რევანშს ფაშინიანზე იმ შემთხვევაში თუ ფაშინიანი გაიმარჯვებს შვიდში, ფაშინიანი გაიმარჯვებს შვიდში. როგორ ეცდება მათ შორის სომხური ეკლესიის გამოყენებითაც, ჰიბრიდული სხვადასხვა ოპერაციით, კონვენციური ოპერაციებსაც არ გამოვრიცხავმე და გვილაპარაკია ჩვენ ამ თემაზე. საქართველოს გამოყენებით გამოგინებათ იმისა ბიზნა ივანიშვილი როგორ შეეწინააღმდეგება, ოღონდ ბიზნა ივანიშვილი არ შეეწინააღმდეგება ალბათ მაინც. საქართველოს გამოყენებით შესაძლოდ ჰიბრიდული სხვა ოპერაციების ფსიქოლოგიური ზეწოლით სომხური ეკლესიის იმ ემიგრაციის, აი მოსკოვებში ჩაბუდებული მდიდარი სომხების გამოყენებით მეორე რაუნდი მოკლედ წინა აქვს სომხეთს და ჩვენ წარმატება უნდა ვუსურვოთ, რასაკვირველია ფაშინიანს, რომელიც აკითხავთ დღეს არჩევნებში მაინც გაიმარჯვებს და ვინც ის და საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვა მისი პარტია. მაგრამ კიდევ ერთი მაგრამ არის. ფაშინიანმა დაიწყო ერთგვარი შევიწროება და მართლობაც იქცევა აქვე ვიტყვით რუსი სომხებისა, რომლებიც მისი ოპონენტები არიან უშუალოდ სომხეთში. და თქვა, რომ ესენი არიან რა რუსეთის მოქალაქეები პარალელურად რაც თავარი რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები, შესაბამისად მათი პოლიტიკური საქმიანობის არეალი ასპარეზი სივრცე უნდა იყოს შეზღუდული. ბოდიშ ვიხილე ამას გავაგრძელებდი, მანამდე გეტყვით, რომ სომხეთის ყველა ექსპერტი, დამოუკიდებელი სომხეთის ყველა აპოლოგეტი ფაშინიანის ბოდიში კრიტიკოსები, მაგრამ სომხეთის პატრიოტები შესანიშნავად ხდებიან რა ვითარების სიმძიმეს უკლებლივ ყველა მათგანი ამბობს შემდეგ რამეს, ეს არ არის მხოლოდ არჩევნები, აი დღევანდელ დღეზე, ეს არის ბრძოლა პუტინი იქნება სომხეთში თუ ფაშინიანი იქნება. აი ასეთი დასვეს საკითხი
იმ კვალიფიციურმა პირებმა, რომლებმაც გაცილებით მეტი იციან სომხეთთან დაკავშირებით, ვიდრე ასე მაგალითად თქვენ ან მე. მოგეც და შეპირისპირება პუტინსა და ფაშინიანს შორის გრძელდება და გავაგრძელოთ ის აზრი. ეცდება რუსეთი რევანშს სომხეთში უკვე შემდგომ პერიოდში აგვისტოსთვის და საერთოდაც წლის ბოლომდე. ხო და აქ დაისვა კიდევ ერთი საკითხი და პრინციპში დღეს გაირკვა ეს ყველაფერი, რამდენადაც ფაშინიანი ერთგვარად ზღუდავს ამ სომხურ გვარიან რუსებს, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ინტერვენციას სომხეთის შიდა საქმიანობაში, ანუ FSB-ს და პუტინის დავალებას ასრულებენ. დაგვარია მარია ზახაროვმა და კიდევ სხვებმა, მედვედევმა, ლოტმა დღეს გააკეთეს, გუშინ გააკეთეს ესეთი მნიშვნელოვანი განცხადებები, ჩვენ არ ვაღიარებთ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ისინი ხვდებიან, რომ ფაშინიანმა გაიმარჯვა, ფაშინიანი იმარჯვებს. დღეს საღამოს 10:11-ზე უკვე პირველად მონაცემები გვექნება და აღმოვაჩენთ, რომ ფაშინიანი გამარჯვებულია, მაგრამ რამდენადაც ფაშინიანი მათი თქმით არის პირი, რომელიც ზღუდავს პრორუსი პოლიტიკოსებს და მათ ქმედებებს, აქედან გამომდინარე, მათ ამ შედეგებს არ ვაღიარებთო, ეს ითქვა მოსკოვიდან. ეს სრულიად ახალი ტენდენცია და ახალი გზავნილია მოსკოვიდან, იმპერიის დედაქალაქიდან. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა პრეზიდენტ პუტინის დონესაც კი უცებ თქვას უახლოეს დღეებში, რომ Пашинян все-таки незаконный избранный премьер-министр и партия Пашиняна незаконно избранная в Армянской республике Армения. Am გვარობის თქმას პუტინი ცდილობს უკრაინასთან იმართებაშიც დღესაც კი და გუშინაც კი ზელენსკის უწოდებს პუტინი უკანონო მმართველს. არა იმ მხოლოდ იმიტომ, იმ ლოგიკით, რომ ზელენსკის უნდა ჩაეტარებინა არჩევნები და გამოეტანა საზოგადოების წინაშე რაღაცა კითხვა ამგვარი ირიბად დასმული, ვინ უნდა იყოს უკრაინის სამართლებრივი ქვეყნის ლიდერი და არჩევნების შედეგად უნდა გადაწყვეტილი იყოს ყველაფერი. ეს გავიგე, გასაგებია და მანდაც არ არის ლოგიკა, იმიტომ რომ საომარ მდგომარეობაში არსებულ ქვეყანაში არჩევნები როგორც წესი არ ტარდება, ყოფილა შემთხვევაში ჩატარებოდა, მაგრამ არ ტარდება როგორც წესი. ეს ერთი ამბავია, მაგრამ პუტინი ზელენსკის მიიჩნევს უკანონო მმართველად მისი არჩევის დღიდან. 2014-ში რომ წავიდა იანუკოვიჩი, გააგდეს იანუკოვიჩი, იმ პერიოდის შემდეგ ვინც კი ხელისუფალი ყოფილა, პუტინისეული გაგებით არის უკანონო მმართველი. ანუ ის დროებითი მთავრობა, მერე უკვე პოროშენკოს მთავრობა და ეხლა უკვე ზელენსკის მთავრობა, რომელიც ამასთან არჩევნებს არ ატარებს. ეს არის ერთ-ერთი დემაგოგიური ლოგიკა პუტინისა, რატომაც არ შეხვდება ზელენსკის, იმიტომ რომ ის უკანონოა და არანაირ ხელშეკრულებას არ მოაწევს ხელს ზელენსკისთან, რამდენადაც ის რევოლუციის შედეგად თლად მოსული არ არის. 2014 წლის ღირსების რევოლუცია იგულისხმება, მაგრამ რევოლუციის შედეგად მოსულთა პოლიტიკის გამგზელებელია და ღირსების რევოლუცია საერთოდაც იყო გადატრიალება, სხვაშორის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსი, ისინიც ამ თვალსაზრისითაც ეთანხმებიან იმ პატრონ და რჯულზაღ ვლადიმირ პუტინს, ანუ პირს, რომელიც არ არის ქრისტიანი, ეგრე მაგის პასუხი ამ კუთხით არ წაიკითხოთ ეს ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვა. არ მომედაო თამაში. ამბავიც ეს არის, რომ ფაშინიანი უნდა გააზელენსკონ. ანუ ზელენსკი არის კავკასიის ზელენსკია, ფაშინიანი უნდა აქ უკვე მახსენდება პრეზიდენტ სააკაშვილის და კარგით სააკაშვილს თავი დავანებოთ, უკრაინის ერთ-ერთი ლიდერის ბუდანოვის სიტყვები, რომ არ არის გამორიცხული სომხეთში უკრაინის სცენარის გამეორება. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით ორ სიტყვას, ეს ცოტა ძნელად წარმოვიდგენია, გონია რომ რუსეთს ძალა არ ყოფა პირველ ხოლმე, თუმცა სურვილი რომ გიუმრის ბაზიდან შეუტიოს ერევანს იქ 2, 5, 17, 57 პროვოკაცია მოაწყოს და არიოს ვითარება, პუტინს ექნება დღესაც 7 ივნის და ფაშინიანი ამ პრობლემას გადალახავს, გადააგორებს. აგვისტოშიც, როდესაც რეფერენდუმის საკითხი
დადგება დღის წესრიგი შინაგანი რეფერენდუმი ჩატარდეს და დეკემბრის ბოლომდე, როცა სომხეთი სწრაფი ნაბიჯით იulis წინ და რუსეთს ეს მეტად და მეტად გააღიზინებს განქორწინების თვალსაჩინოს, ანუ გამოვა ყველა იმ ორგანიზაციიდან, რომელშიც არის სომხეთი რუსეთთან ერთად. აი ამ ვითარებაში აღმოჩენილი ახლა ჩვენი მოძმე და მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო ჩვენ გმართებს მისი მხარდაჭერა ჩვენში იგულისხმება ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი მას მხარს არ დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რა სიტყვის საჯაროდ. მეთქვით, რატომ არ დაუჭერს ეს ბოლო წინააღმდება პრაქტიკულად. საქართველოს ხელისუფლება სისხლხორცეულად არის დაინტერესებული ფაშინიანის დამარცხებით, იმიტომ რომ ჩავარდეს ის ეკონომიკური პროექტები სომხეთში, რომლებიც დაგეგმილია. და ფაშინიანის პროცესში დამარცხების შემთხვევაში გასაკვირველი ეს პროექტები ჩავარდება, ანუ აღარც NVIDIA-ს ქარხანა იარსებებს, აღარც სხვა ინვესტიციები განხორციელდება სომხეთის რესპუბლიკაში და მით უფრო არ გაიმართება ეს არაჩვეულებრივი პროექტი ტრიპი, ტრამპის გზა, მშვიდობისა და კეთილდღეობის. ამის შედეგად ამით ისარგებლებს რა საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი სულ უფრო ინტენსიურად ეცდება იმის დამტკიცებას დასავლეთისათვის, რომ ჩვენ ვართ დაკავშირებადობის თვალსაზრისით უალტერნატივო ქვეყანა. აგე ფაშინიანის პროექტებმა ჩაილურის წყალი დალია, ვერ გაიმარჯვა ფაშინიანმა, ამერიკა და ევროპა გადიან ამ რეგიონის ამ ორი ქვეყნიდან უფრო სომხეთიდან და შესაბამისად ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო ვართ და საერთოდ ეჭვი არ უნდა შეგფარბოდათ ჩვენში ჩვენ მაინც რაღაც პროდასავლური სახელმწიფო ვართ, პროდასავლური ხელისუფლება ვართ და ესე წინ მივდივართ ევროკავშირისგან. ამ ყველაფერს რასაკვირველია კობახიძე იქნება თუ მაკუაშვილი არ იტყვის, ანუ ის მალავს, რას მალავს კობახიძე და მალავს კობახიძე იმას, რომ სომხეთისკენ ფაშინიანის სომხეთისკენ სულაც არ არის. თუმცა ეს ყველაფერი აკითხავთ, რომ ფართო საზოგადოებისათვის თვალხილული არ იქნება, ანუ ვერბალურად კობახიძე იქნება თუ სხვა და მუდმივად დააფიქსირებენ მხარდაჭერას ფაშინიანისა. მაგრამ გაცილებით მეტად ითანამშრომლებენ ფაშინიანის დღევანდელ ოპონენტებთან პროცესში მათი გამარჯვების შემთხვევაში. საქართველოს ხელისუფლება არ ვიცი როგორ, მაგრამ ეცდება რომ მიეხმაროს რუსეთს ჰიბრიდული ხაზგით ვამბობ, ჰიბრიდული ოპერაციების განხორციელებაში სომხეთის წინააღმდეგ. და სომხეთთან მიმართებაში რუსეთს, საქართველოსთან მიმართებაში და სომხეთთან მიმართებაში ერთობლივად რუსეთს თავისი ინტერესი აქვს. რუსეთი ეცდება რომ გახსნას რკინიგზა აფხაზეთის მთელ პერიმეტრზე, დაუერთოს ეს რკინიგზა აფხაზეთის საქართველოს ძირითად სარკინიგზო მაგისტრალს, ეს ყველაფერი ჩავიდეს სომხეთისათვის და სომხეთამდე და ამ ყველაფერს შეფუთავენ ისე რომ აი ხო აუცილებელია ქვეყნებს შორის ურთიერთობის განახლება და მათ შორის კონფლიქტის მოგვარებასაც. ვითომ შეუწყობს ხელს აფხაზეთის კონფლიქტი, აფხაზებთან კონფლიქტი იგულისხმება დღევანდელი სომხეთის ხელმძღვანელობა, ფაშინიანი და მისი გუნდი ამ რკინიგზაზე, რკინიგზის გახსნაზე ყაბულ თანახმანი არ არიან. საქართველოს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. თუმცა მგონია რომ თანახმანი იქნებიან მით უფრო ფაშინიანის პროცესში, არა დღეს, არამედ პროცესში დამარცხების შემთხვევაში. არა ეს კიდევ ერთი ნაღმი იქნება ჩვენს სივრცეში რომლისგან. მოკლედ რას მალავს ირაკლი კობახიძეს იქნება ამ ვიდეობლოგის სათაური და ქვესათაურსაც მოიფიქრებთ რამეს სომხეთთან დაკავშირებით. ნახვამდის.